როგორ ლამაზად დაგიწეპებიათ. ლამაზ კონვერტებშია ჩაწყობილი. ჩემი მიზანია შევიცნო კარგი განათლება. მე ვსწავლო ბიბლიას და მადლობელი ვარ უფლის, რომელიც ყველაფერს მიუხედავად გვისმენს და გვეხმარება. ყველამ უნდა შევძლოთ მიემსგავსოთ უფალს. ჩემი მისიაც ვფიქრობ ასეთია, მინდა ვიყო უფლის ხელი დედამიწაზე, რა კარგად თქვი ესა. უფლის ხელი დედამიწაზე. გონიერი, კეთილი ექიმი, რათა ყოველთვის მეიმეբებოდე ადამიანებს. იცი რა, ბევრი ექიმი ახლა სანდო არ არის სანდო. იმედივართ მათთან, მაგრამ ხანდახან რომ გამოვდივართ ამ ექიმებს ვფიქრობ, სწორი გვითხრეს, ანის სამალი მოგცეს. აი ესეთი ექიმებიც არიან. რა უთხრათ ამ ექიმებს? რომ შეწყვიტონ ეს ქცევა და კეთილები უნდა გახდნენ. კიდე ერთი სიბრტყე გასწავლო, ექიმის დიდი სიბრტყე, რომელიც ძველი დროიდან მოდის. უნდა უმკურნალო არა ავადმყოფობას, არამედ ავადმყოფს. ეს დაიხსოვე კარგად, რომ ნელა-ნელა გაერკვევი ამის სიბრტყეში. იმას კი არ უნდა უმკურნალო, რომ კაცს ესას ტკივა. საერთოდ დაუმკურნალო, უნდა შეიყვარო ადამიანი. დაამშვიდო, მოეფერო, ეს უკვე მკურნალობაა. და ამას რომ დაამშვიდო, გულს რომ მოეფერები, ესაც შვიდდება ტკივილიც, გაჭრილი აქვს თუ გაუსიბდა თუ რაღაცა და უფრო ადვილად იკურნება ისიც. დაიხსოვე ეს, უნდა უმკურნალო არა ავადმყოფობას, არამედ ავადმყოფს. ადამიანს, ამეთ შენ თათი, ექიმის თათი, მადლობთ.